გოგოებო, შოკში ვარ ამ ბიჭებმა, რატომ არ გვიპასუხეს? ანუ სკოლაში არ მივდივართ? კნოპა, სერიოზულად სკოლაში ახლა იქ გჭირდება? საინტერესოა კალათბურთელები რას აკეთებენ, ბაყაყებს ეფლირტავებიან ალბათ. არ ვიცი მერი, უბრალოდ გაოცებული ვარ, გუშინ მთელი სკოლის წინ ვთქვით, რომ მეორე დღეს შეყვარებულებს მოვიყვანდით და ახლა არავინ არ გვყავს. ხო, უბრალოდ აღარ გვიპასუხეს. ნასია, აღარ გვიპასუხეს კი არა, გადაგვაგდეს. კარგი, უბრალოდ დღევანდელ დღეს გავატარებთ სახლში, ვუყუროთ რამეს, თავს მოვუაროთ. გოგოებო, ეს ნიღაბი რამდენი ხანი უნდა მეკეთოს, მგონი უკვე იმოქმედა, არ უნდა მოვიშორო? მერი, ცოტა ხანიც დაიტოვე, რამდენიმე წუთი. ეს მასწავლებელი მაიკია? გოგოებო, ჩვენი შეყვარებულები არიან, რა ვუთხრა? უთხარი, რომ გაბრაზებულები ვართ. ხო, ძალიან. დიანა, უთხარი, რომ ისეთ ბიჭებს არ ველაპარაკებით, ვინც არ ასრულებს პირობას. კარგით, გოგოებო, ვეტყვი, რომ დაივიწყონ ჩვენი ნომერი. ხო, რა მოიცადე, რა? როგორ? დიანა, რა ხდება? გოგოებო, აქ არიან, მზად არიან, რომ სკოლაში წაგვიყვანონ, კართან არიან. მოიცადე. რას გულისხმობ? ღმერთო ჩემო და ჩვენ ასე გამოვიყურებით. ბიჭებო, გაგიღებთ კარსახლავე, რამდენიმე წუთი მოგვეცით. გოგოებო, ძალიან ცუდად გამოვიყურებით. დიანა, გავემზადეთ. გოგოებო, როგორ გამოვიყურები? იდეალურად. თქვენც, კარგით, წავიდეთ, ახლა გავიცნოთ ეს ბიჭები. გოგოებო, ისე მოვიქცეთ, თვითონ საერთოდ არ ველოდებოდით მათ, ხო? გამარჯობა ბიჭებო. გოგოებო, გამარჯობა. წავიდეთ სკოლაში. აბა გოგოებო, წავედით? წავედით. იცი, მიდი იმუშავე. კარგი, აის. რას შეუკვეთავთ? აის, შეგიძლია ხმას აუწიო, დიდი პიცა მინდა და მე მილკშეიკი. კარგია, კარგია, დღეში ერთი ვაშლი. კარგი გასაგებია. მეგობრებო, არ გინდათ დღეს გაკვეთილები გავაცილოთ. ჩემი მშობლები სახლში არ არიან და შეგვიძლია ვითამაშოთ. მე თანახმავარ, მიყვარს იმას სახლში რომ მივდივარ. კარგი, ჩვენს თანახმავართ, წყვილებში ვითამაშოთ. ხო, წყვილებში. გამარჯობათ ბაყაყებო, გაბრაზებულები რატომ ხართ? რა შეუკვეთავთ? სალატს. პიცა შეგიძლია გამორთო, ნერვებს მიშლის. რატომ ხართ ასეთი გაბრაზებული? ყველას მოსწონს, კარგი გასაგებია, გშიათ. ხო, 3 სალათი. არ მომწონს. ბლონდი დაწყნარდი. ხო, ყველას წინააღმდეგ ხარ. გოგოებო, არ მესმის, რამე გაქვთ ჩემისა წინააღმდეგო? კარგი, ყველა თავის აზრებს ფიქრობს. ბურგერები შეერგებლებისთვის. გომბეშოებო, გამარჯობა. გამარჯობა კალათბურთელებო. აი, ჩვენ გომბეშოებს ლიმონათები მოვდანი. მოკლედ, ბიჭებო, დღეს გომბეშოებთან ფლირტი უნდა დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ. ჩიрлიდერები სკოლაში არ მოსულან, ხო? გონი წინაზე ძალიან დავაშინეთ. აის, მწვანესთვის პიცა, კარინასთვის მილკშეიკი და 3 სალათი ბაყაყებისთვის. ოღონდ ხორცი დაუმატე, გაბრაზებულები არიან. კარგი, ესე იგი ბურგერები კალათბურთელებისთვის და გომბეშოებისთვის ლიმონათები. მოკლედ, მეგობრებო, ვერ გადავწყვიტე, რომელს შეხვდე, სტელას თუ სოფის. სტელა დღეს არ არის. ხო და სოფი იყოს. კარგი, მხოლოდ სოფი დარჩა. გამარჯობა მოსწავლეებო. რომეო, აბა რას დავლევ? ცხელ შოკოლადს ბიძია მაიკ. კარგი. აბა რომეო, დღეს დიანა სკოლაში არ არის. დღეს ვის უნდა გაეკიდო? კალათბურთელებო, ვერ ხვდები ჩემგან რა გინდათ? დიანა დღეს იქნება სკოლაში, უკვე მომწერა. ვა, ბიჭებო, გაიგონეთ, დიანა და რომეო ერთმანეთს წერენ. ხო, მაგიტო დაგშორდა, ალბათ რომეო მოეწონა. ხო, და მერის და კნოპას რომეოს მეგობრები მოწონთ. რა თქვი? მეგობრებო, დაწნარდით. ისმალ, ჩემს მიშულს ეჩხუბები. მასწავლებელო მაიკ, თქვენმაც მიშულმა დამიწყო ჩხუბი. ვერ გავიგე, ჩხუბი გინდა? ბიძია მაიკ, დიანაზე ცუდ რაღაცებს იძახდა. რომეო, დაჯექით, ორი ამ სკოლაში ვეღარ ისწავლი. აბა კიდე ერთხელ გავბედეთ დიანაზე რამის თქმა. სმაილ, გონი ეს გაგიჩნდა. მასწავლებელო მაიკ, ჯობია თქვენს მიშულს აუხსნათ, რომ მეორეჯერ აღარ შემეხოს. სმაილ, შენ ენას დაუკვირდი. აის, მსადაა ცხელი შოკოლადი. დაინახეთ, მასწავლებელი მაიკის მიშულმა სმაილს დაარტყა. ხო, შოკში ვარ. ოჩოღ რომეოს მომეწონა. ხო, განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ეს ამ სკოლაში არასდროს არ მინახავს. ხო, უცნაურია, როცა ბიჭი ტირის. იქნებ მართლა მოხდა რამე. ბავშვებო, ყველაფერი კარგად იქნება. რა ხდება, ლუზერებო? 1 წუთითაც არ უნდა მოგვასვენო, დავიღალეთ. უბრალოდ ეს ხდება. აქ პრობლემა გვაქვს. ეს ჩემი პრობლემა აღარ არის, ჩემი შეყვარებული არ არის. იანა, მიდი და გაარკვია შენ შეყვარებულთან. არა ლეილა, მე მივატოვე, ჩემი შეყვარებული არ არის. რა? ხო, ალბათ მაგიტომ ტირის. ორივე ერთხა მოხვედით და ორივემ გული გამიტეხეთ. მე კიდე ამდენი აღარ შემიძლია.
მარტყალი რაიანი, გოგოებო, რამე გააკეთეთ. ხო, უკვე 1 საათია დაკავებული აქ. აქედან არ გამოვა, სანამ ლეილა და იანა ბოდიშს არ მომიხდიან. აბა გოგოებო, მიდით. მიდი ლეილა, ბოდიში მოუხადეს შენს შეყვარებულს. იანა, შენ მომპარე, მიდი და შენი ყოფილის წინაშე ბოდიში მოიხადე. არა ლეილა, შენ. კარგი, მორჩა, ყველა წადით. ლეილა და იანა, თქვენ კიდე ერთმანეთზე უარესები ხართ. კარგი, ყველაფერი გასაგებია, ძალიან დიდი ხანი არ იქნება თავისუფალი ეს საპირფარეშო. უგულოები ხართ. ხო, ვირთხებო. წადით. ყოჩაღ იანა, ყველაფერი შენ გამოა. მე რატო რაიანი არის ემოციური უბრალოდ? ბიჭებო, დაიმახსოვრეთ, ყველაზე მაგრები ხართ. თქვენ საუკეთესო ხართ. ბავშვებო, ახლა გაკვეთილებია, წამო სპორტ დარბაზში დავსხდეთ. წამოდით. მასკოტ, გამარჯობა. გვინდა რომ ვიღაც გაგაცნოთ. მზად ხართ? ჩვენი შეყვარებულები. კარგი, ახლა ყველამ ერთად უნდა ვივარჯიშოთ. მისმინე მასკოტ, ახლა აქ ვისხდებით, სანამ გაკვეთილები დამთავრდება, მაგრამ გვპირდები, დღეს ვივარჯიშებთ. ხო და ახლა გაიცანი ჩვენი ბიჭები, ეს იგორია. გაიცანი მარკუსი, ჩემი სლავა და გერა. გოგოებო, მეხუმრებით, ეს ცირკია, თქვენი ბიჭები კი არა. დიანა, ამას რა პრობლემა აქვს? ყველაფერი კარგად არის, სიამოვნებაში მართლა კეთილია. რატომ ხარ ესეთი გაბრაზებული? ხო ვიცი რომ კალდბურთელებთან პრობლემები გვაქვს. ხო, ეგ დამთავრდა, ახლა ახალი ურთიერთობები გვაქვს. კარგი, აიღეთ ეს მატრასები და დავსხდეთ, ხო, 15 წუთში დამთავრდება გაკვეთილი. გოგოებო, მეხუმრებით, იმედია სერიოზულად არ იძახით და უბრალოდ კალდბურთელებზე შურისძიება გინდათ. მასკოტ, ყველაფერი სერიოზულადაა, მიიღე. მომისმინე კნოპა, ეს ბაჭია არ მომწონს. არა, მართლა კეთილია, ჩვენი მასკოტია. მე მისმინე, ძალიან მომწონს გერა. ხო, მე სლავა ძალიან მომწონს. გოგოებო, ჩვენთან მოდით. მოდივართ. მოგლეთ, მეგობრებო, დღეს კაფეში რაღაც მოხდა და ძალიან სამარცხვინო იყო. ბოდიში ბიძია მაიკ აღარ გავაკეთებ. ბოდიში მასწავლებელმა იქ, მაგრამ მე ჩემთვის ვიჭექი, თქვენი ძმისშვილი მოვიდა და ჩხუბი დამიწყო. მე ამას არ ვაპატიებ. სმალ, შენ ამ სკოლის მოსწავლე ხარ, ამ დროს დილობიანად უნდა მოიქცე. სხვა თუ არასწორად იქცევა, ხო არ ნიშნავს, რომ შენც არასწორად უნდა მოიქცე. მასწავლებელო მაიკ სმაილს უნდა დავეთანხმო, ყველაფერი მე ამბოხეების ბრალია. ქერას ვეთანხმები, ყველაფერი მე ამბოხეების ბრალია. მასწავლებელო მაიკ, გაკვეთილი გვექნება თუ არა, თუ უნდა განვიხილოთ მე ამბოხეები, რომეო, სმაილი. ხო, გითხარით რომ საინტერესო თემაზე გვექნებოდა გაკვეთილი. და თემა არის ნაგავი. წარმოგიდგენიათ, რამდენი ნაგავი არის ამ სკოლის უკან? წარმოიდგინეთ. იანა, ნაგავი აღარ არის, უკვე ავკრიფეთ და გადავყარეთ. ხო, და ყვავილები ვიყიდეთ, უნდა დავრგოთ შაბათ-კვირას. კარგი, მეგობრებო, ჩუმად იყავით და გაკვეთილის თემა ჩაიწერეთ. აი, ამ დრამების გამო უკვე მთელი გაკვეთილი დავკარგეთ. კარგია, რო დღეს ჩილიდერები სკოლაში არ არიან. თუ უნდათ მოვიდნენ, მე კნოპა აღარ მინატრება. მეგობრებო, ხო გეუბნებოდით, მე ამბოხეებს უნდა შევეშვა. ხო, ვივარჯიშოთ. ხო, მარკუს, ეს ჩემი ყოფილია სმაილი. უფრო ჩამეხუტა რომ დაინახოს მაქსმა ვინ დაკარგა. და ტიმურს ახლა ალბათ თვალების დახუჭვა უნდა, მაგრამ არ შეუძლია. მე ამბოხეებო, არ მესმის, აქ რას აკეთებთ? მე ამბოხეებო, ახლა დარბაზში ჩვენი დროა. თან აქ არაფერს არ აკეთებთ. დიანა და ესენი ვინ არიან? სმაილ, სხვები არ არიან, ჩვენი შეყვარებულები არიან. ხო, თქვენ ხართ აქ ახლა სხვები. წადით და გარეთ ივარჯიშეთ, მშვენიერი ამინდია. მასკოტ, კალათბურთელებო, მე ამბოხეების შეყვარებულები გამოჩნდნენ და უკვე 1 საათია ვზივარ და მაგათ კოცნას ვუყურებ. კარგი ბიჭებო, გასაგებია, გარეთ კარგი ამინდია, გარეთ ვივარჯიშოთ. Yes, sleeves. და კიდე რამდენი ხანი უნდა ვისხდეთ? უკვე მომშივდა, კაფე ხო გაქვთ აქ? ხო, შეგვიძლია წავიდეთ. საუკეთესო ლატე აქვთ. ნასტია, გამოიწიე, მივდივართ. რა, დამთავრდა უკვე გაკვეთილი? სკოლის კაფეში მივდივართ. კარგი, წავიდეთ კაფეში. მეგობრებო, ეს მართლა დავინახე. ხო, გითხრეს, რომ დღეს ახალ შეყვარებულებს მოიყვანდნენ. ხო, მაგრამ ეს ტყუილი გვეგონა. მეგობრებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამას ვერ გავატარებ. სახელები გახსოვთ? არა. კარგი, იმ ხუჭჭასთან მივალ და ყველაფერს აუხსნე. ხო, მაგარი იყო ძონ.
კარგი, ერთი მხრივ აქ მაინც არ სწავლობენ. გონი კაფეში წავიდნენ, ხო და ჩვენც იქ წავალთ. მარკუს, ეს ჩვენი საყვარელი კაფეა. ხო. და ერთ მაგიდასთან ვერ დავსხდებით. ხო, კნოპა ბერნი ვართ. აის. შენი ცნობილი ლატე უნდა გაგვიკეთო. არ მესმის 4 ახალი ბიჭია. ვა, რა საინტერესოა, კალათბურთელებმა ნახეს? რომ ენახათ გავიგებდით, ყვირილი გამოვიდოდა. მე ამბოხეების ახალი შეყვარებულები არიან. სხვათა შორის ეს სკოლა ძალიან მაგარია. მაგარი იქნებოდა აქ რომ დადიოდეთ. სულ ერთად ვიქნებოდით. ნასტია, არ ვიცი, ჩემ შუღლებს უნდა ვკითხო. ჩვენს კაფეში შეყვარებულები პიცა და აისი მუშაობენ. დიანა, ხო არ დაგავიწყდა რომ შია. აის, ჩემს შეყვარებულს მარკუს გავუკეთე ბურგერი. იგორ, შენც ხომ არ გშია ბურგერი გინდა? მე პიცას შევჭამ. აის, იგორისთვის პიცა. გაოცებული ვარ. მაქს მოვუგე. მაქს მოვუგე, მერი მაქს მოუგო. მერი, მე და შენ ერთად მარტო მაქსე შურის საძიებლად ვართ. არა, რას ამბობა? აის, 2 ლატე. შენ პირდნენ რომ ბიჭები როცა გამოჩნდებოდნენ ვარჯიშს დაიწყებდნენ. ახლა ბიჭები გამოჩნდნენ და ვარჯიში აღარ უნდათ. მე ამბოხეებო თქვენ სიტყვას არ ინახავთ. დიანა, შეიძლება როცა გელაპარაკო. თუ მე აღარ მელაპარაკები. იწყება. მარკუს, მიდი გავუმკლავდი ჩემს ყოფილს. რას გულისხმობ? მიდი, ყვითელ მოსაცმელში რომ არის, გავუმკლავდი. დიანა, დრო მექნება რომ შენ შეყვარებულს მიხვედო, მაგრამ ჯერ შეიძლება შენ და გელაპარაკო. არ მეგონა რომ ახალ შეყვარებულებს ასე მალე გაიჩენდნენ. ხო, მგონი ერთმანეთი უყვართ. დიანა, წავიდე. კარგი მარკუს, 2 წუთით გავალ. შეგიძლია მოჰიტო შემიკვეთო. დიანასთვის მოჰიტო. ხედავ დიმა, დიანას აღარ უნდა გაეკიდო, ბიჭებს ხელდათმანებივით იცვლის. ვიცოდი შენ გარეშეც. სხვათა შორის შოკში ვარ, არ ველოდი რომ კალათბურთელებს მიატოვებდნენ. ხო, მოველოდი. მეგობრებო, ნასტიასაც ყავს ახალი შეყვარებული. ხო. აბა ბიჭებო, ვისაუბროთ? დიანო, ვისი იყო ახალი შეყვარებულების იდეა? რაიან, უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ, მეგობრები. ხო, კარგი. Yes. ჩემი გნობა ახალ შეყვარებულს ასე მალე არ იპოვიდა, შენი ბრალია. და მერი ის უმორწმუნე გოგოა, ახლა კიდევ ვიღაც უცნობს გოცნის. კალათბურთელებო, არ მესმის პანიკაში რატომ ხართ? მგონი არც ისე დიდი ხნის წინ დავამთავრეთ ხო ურთიერთობა და იმიტომ დავიწყეთ სხვებთან ურთიერთობა, რომ ჩვენ დაგავიწყდით. ჩვენ დაგავიწყდით იმას როგორ ეხუტებოდი ჩემ ზურგს უკან. კარგი, მომისმინეს მალ ეგ წარსულში იყო და დიმა ჩემი მეგობარია და დაგავიწყდა როგორ გაავრცელე რაღაცაები ჩემს სიმღერაზე აქ რომ გამოფინეს ფურცლები. მოგლედ დიანა, მინდა რომ მე თავისი ახალი ბიჭი ახლოვე მიატოვოს. კალათბურთელებო. დაიკარგეთ. იმ ბიჭის სახელი მითხარი. გასაგებია. მაქს დაწყნარდი, მას სლავა ქვია და ბიჭებო, ახალი შეყვარებულები ყავს, უბრალოდ მიიღეთ ეს ფაქტი. მეგობრებო, როგორ ჩანს ისინი საბოლოოდ დავგვარგეთ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეკნობას გამოვიბრძოლე. მართლა, ხო და წადი დაიბრძოლე. ჯერ არ ვიცი მაგის შეყვარებული რომელი წონის კატეგორიაა. დიანა, რაო? კალათბურთელები გაოცებულები არიან, რომ დაგვკარგეს. მოიცემ მხოლოდ გაოცებულები? ხო, მერი წარმოიდგინე და დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არქი და დააჭერეთ ზარს. აბა რომლები უფრო მოგწონთ, კალათბურთელები თუ ჩვენი ახალი შეყვარებულები?